და ეს ყველაფერი მაგალითია იმისა, რომ სხვა ქალაქებშიც დაინერგოს ეს ტრადიცია და უფრო მეტმა გამოთქვა სურვილი როგორც საჯდინობის, ასევე რატომაც არა მსაჯობის. სწორედ ამ 5 ახალგაზრდას გადაეცემა სერტიფიკატები, რომლებიც პარალელურად არიან როგორც ვიცი სპორტსმენები და გორის გუნდში თამაშობენ. თუმცა შეიძლებათ ასევე შეუთავსონ საჯდინობა. როგორც გითხარით, საშეჯიბო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობიაშვილი დააჯილდოვებს მათ ამ სიგელებით, შემდეგ უკვე გვექნება მცირე ინტერვიუც ბატონ კობასთან. ერთ-ერთ ალბათ ვინც ერკვევას ამ სპორტში კალათბურთში და თუნდაც არ გამოსდის ისე კარიერა როგორც მასურს, რატომაც არა შეუძლიათ. კალათბურთის ფედერაციამ წელს პირველად კალათბურთის ისტორიაში მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ადგილზე მოგვემზადებინა რეგიონებში ახალგაზრდები საჯმდივნებად და აგვესაქმებინა ისინი. აქ არის ლაპარაკი 16, 17, 18 წლის ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, მათ შორის არიან ბიჭები, არიან გოგონები. ისინი მიიღებენ თავის გასამჯელოს, რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება შრომის კანონთა კოდექსი. დღეს პირველი პრეზენტაცია მოხდა გორში, შემდგომში იგეგმება თელავში და ამას პერმანენტული ხასიათი მიეცემა უკვე, რომ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, სადაც კალათბურთია განვითარებული, გვინდა რომ დაინერგოს ეს პრაქტიკა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდობა იყოს დასაქმებული ამ კუთხით. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და დიდი მადლობა კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ჩართულობა ჩვენ პირველი პროექტი გორში ვცადეთ და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ასევე გამოიწვია თელავის რაიონში, არის კიდე სხვადასხვა პერსპექტივაში სხვადასხვა რეგიონები, სადაც დიდი მოთხოვნილებაა სხვათა შორის ამაზე და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს გარემოება, იმიტომ რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყველანაირი რესურსი, რაც არის რეგიონებში, მთლიანად იქნება გამოყენებული და დაიზოგება ფინანსები, დაიზოგება ხარჯი ყველანაირი და ასე რომ კარგი პროექტია და ძალიან მიხარია რომ აი დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ამ კუთხით.